საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით და მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით. ძალიან მომენატრა ლაივის ჩაწერა და მოდით ეხლა ჩაგიწერთ საჯარო გაშლას, რაც ამოვა ქვემოდან ის ჩემო ძვირფასებო. რაც ამოვა. უცებ, მოდი იყოს ეხლა დღევანდელი თემა, რა შემოდის უცებ ამბავი, რაღაც სასიხარულო ამბავი თუ რაღაც ამბავი, რომელიც გამოიწვევს შოკს, შოკირებული ამბავი, ქვემოდან სიყვარულის კარტი. მოდი დავტოვებ ამ ყველაფერსაც, შოკირებული ამბავი, რომელიც არ უნდა უთხრათ არავის, არ უნდა უთხრათ არავის, რა არის ის შოკის მომგვრელი ამბავი, რაც არავის არ უნდა უთხრათ მეგობრებო. მხოლოდ თქვენთვის უნდა დაიტოვოთ და ნახოთ ეხლა რა არის ის შოკის მომგვრელი ამბავი. კარგით, ეხლა დავიწყოთ ჩემო ძვირფასებო, დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და მე დავიწყებ ეხლა თქვენი დახასიათებით, თუ როგორი ადამიანები მიყურებთ ეხლა მე. ძალიან მებრძოლები, ძალიან რო ვთქვათ, ყველას გულის ტკივილი რო გულთან მიაქვს, ადამიანები, რომლებიც სულ ბრძოლობენ და შრომობენ, ადამიანები, რომლებიც ხშირად ლაბირინთში იმყოფებიან, მაგრამ მოულოდნელად მაინც ახერხებენ გამოსვლას და თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც ყოველთვის სიახლებით უძღვებით ცხოვრებას და წარსულს უკან ტოვებთ. ადამიანები, რომლებიც ეხლა ბალანსში იმყოფებიან და თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებიც გრძნობდით თქვენ ამ ყველაფერს, რომ აქამდე მოხვიდოდით. და კიდევ ის, რომ ბედის წინაშე, ანუ გადაწყვეტილების წინაშე დგახართ და რა აირჩიოთ, თუ რა გზას დაადგეთ, თქვენ ძალიან კარგად იცით უკვე. და კიდევ ის, რომ თქვენ ცხოვრებაში არის ადამიანი, ან თქვენ ფიქრობთ იმ პიროვნებაზე, იმ პიროვნების დაბრუნებაზე, გაერთიანებაზე, რომელთანაც მეგობრებო, რომელ ადამიანსაც რაღაც, ანუ თქვენ და თქვენ პარტნიორს შორის გადაწყვეტილების მიღების დროა დამდგარი. ჩემო ძვირფასებო, ესეთ ენერგიებში იმყოფებით და თქვენ ამ ყველაფერს ელოდებით, გადაწყვეტილებას ელოდებით, ან თქვენ გახართ გადაწყვეტილების წინაშე, ან თქვენი პარტნიორი, ან ზოგადად ფიქრობთ, გადაწყვიტავთ თუ არა ერთად ყოფნას, დაუკავშირებთ თუ არა ბედს ერთმანეთს, ქვემოდან ეს კარტია და რა გავაკეთო, სიყვარული, დაოჯახება, დაქორწინება, ერთად ყოფნა, გაერთიანება, მეგობრებო, მოსვლა, ამ ადამიანის შემოთავაზება, ესეთ ენერგიებში ხართ, მესაკუთრეები მიყურებთ ძალიან და უკან არიხებთ არაფრის გამო, არაფერზე, ესეთი ძლიერი ადამიანები მიყურებთ და თუ კი ემთხვევა ეს ყველაფერი თქვენს დახასიათებას და თქვენს ენერგიებს, ჩემო ძვირფასებო, გავაგრძელოთ ყურება. უღრმესი მადლობა ყველას იმ გვერდში დგომისთვის, იმ თითოეული ლაიქისთვის და თქვენი აზრების და იდეების გაზიარებისთვის, ჩემო ძვირფასებო, უღრმესი მადლობა ყველას. მოდი ეხლა გავაგრძელოთ ჩვენი სასურველი თემა. რა არის ის ჩქარი ამბავი, ის მოულოდნელი განცვიფრების ამბავი, რომელსაც გაიგებთ და რომელიც არ უნდა უთხრათ არავის და თქვენთვის შეინახოთ, ჩემო ძვირფასებო, გაითვალისწინეთ, ბედნიერებას შენახვა უნდა. სიყვარულსა მალვა უნდაო, ადრე იტყოდნენ ასე, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ რა განსაცვიფრებელი ამბავით შემოვა თქვენ ცხოვრებაში, რა ამბავით შოკის მომგვრელი იქნება თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება ამ კარტებზე დასრულებაც, მაგრამ გეტყვით იმას, რომ ყოველთვის უნდა შეინახოთ თქვენთვის და არავის არ უთხრათ, ჩემო ძვირფასებო და კარტიც ამტკიცებს ამას. კარგით, დავიწყოთ, რა არის ის ამბავი, რაც თქვენ ცხოვრებაში შემოდის. ჯერ ერთი დავიწყებ იქედან, რომ ეს არის ის ამბავი, რომელიც უფალს ევედრეთ, რომ ამ ლაბირინთიდან გამოსულიყავით, რომ ეს ბალანსი გეპოვნათ საკუთარ თავთან, ის რაც ევედრეთ უფალს, თქვენი ოცნებების და ასრულების დრო დადგა და არავის არ უნდა უთხრათ, კიდევ რა არ უნდა უთხრათ არავის. ის რომ ჩემო მეგობრებო, თუ კი იმყოფებოდით სამკუთხედებში, ეს სამკუთხედები დასრულდა, ეს არის უბედურება წარსული, ძალიან ცუდი ცხოვრება გაქვთ გავლილი და ეს დასრულდა. თქვენ გადადიხართ, უკვე გადახვედით თავისუფალ და ახალ ცხოვრებაში
ცხოვრებაში ენა რატომღაც მებრძვის რომ ურთიერთობა ვთქვა, არ ვიცი რა ხდება დღეს. კი ბატონო, თუნდაც ასე იყოს და ასე ყოფილიყოს, რომ ახალი ურთიერთობა შემოსულიყოს თქვენ ცხოვრებაში და ეს პირველი ჩვენი კარტებიც ამას ადასტურებს, რომ ნამდვილად რაღაც სასიხარულო და ძალიან შოკის მომგვრელი თქვენთვის ცხოვრება იწყება და დაიწყო. კი ბატონო, დაიწყო და ეს ნამდვილად არავის არ უნდა უთხრათ და ეს ნამდვილად მოსალოცი ამბავია, რომ სიახლეები იწყება თქვენ ცხოვრებაში და არავის არ უნდა უთხრათ მეგობრებო. შემოდის ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, რომელიც მოგიტანთ სიმშვიდეს, რომელსაც ექნება თავისი ფინანსები, კიდევ რომელიც გამოგიყვანთ ამ დაღლილობიდან, დაქანცულობიდან, ადამიანი, რომელიც მოკლედ ჩემო ძვირფასებო, სინათლეს შემოიტანს თქვენ ცხოვრებაში და უკან არაფრისთვის დაიხევს, ისევე როგორც თქვენ არ იხევთ არაფრისთვის უკან თქვენი კეთილდღეობისთვის. თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც იქნება მესაკუთრე, ნუ კარგი გაგებით. და გამოგიყვანთ ამ გულგატეხილობიდან და თქვენ გადადიხართ იმპერატრიცას პოზიციაში, ჩემო ძვირფასებო. თქვენ ხართ ძალიან მშვიდები, გაწონასწორებულები, ადამიანი თბილები, ადამიანი, რომელიც გამოხატავს ინტერესს და სითბოს სხვების მიმართ, ამიტომ ეს ფიქრობ, რომ არის ჯილდო სამყაროსგან. და ეს არაფერი არც ერთი აქ ჩამოთვლილი არ უნდა თქვათ არავისთან, ჩემო ძვირფასებო. საკუთარ თავთანაც კი რო იტყვიან, არც დედმამიშვილებს, არც სამხანაგოს, ან სადაქალოს, ან საძმაკაცოს არავისთან არაფერი არ თქვათ ჩემო ძვირფასებო, თორემ ეს ყველაფერი იცოდეთ, რომ დასრულდება ისევე, როგორც მოვიდა და ისევე წავა. კიდევ აი, თქვენ უკვე რასაც ვამბობ, ძალიან კარგად ხვდებით მეგობრებო. ავით ვალიდან რომ დაიცვათ თქვენი მომავალი. ეს ყველაფერი იქნება უცებ, უეცრად. აი, თქვენ დაუსვამთ წერტილს, ყველაფერ წარსულს, თქვენ გექნებათ ფინანსები, თქვენ გამოდიხართ მიჯაჭულობის და არასასურველი და აი არაჯანსაღი ცხოვრებიდან, ტოვებთ ამ ყველაფერს და ნახეთ, ეს არის ქურუმი ადამიანების ფოტო, რომელიც ამბობს იმას, რომ ცხოვრებას იწყებთ ნოლიდან, სუფთა ფურცლიდან და ყველაფერი გექნებათ კარგად, სულიერების დონეზე, ჩემო ძვირფასებო. კიდევ რა ამბავი მოიჩქარის თქვენსკენ? რა არის ის სასიხარულო ამბავი? რა არის ის სასიხარულო ამბავი? ის რაც დაკარგეთ, ის რაც აღარ გაქვთ, ის რამაც შეგიყვანათ სინანულში, წარსულის სინანულში მეგობრებო, თქვენი გავლილი ცხოვრებიდან გამოდიხართ, არასრულყოფილებიდან გამოდიხართ. აქ შეიძლება იყო არასრული პარტნიორობა, არასრული გაგება, პარტნიორობა, მეგობრობა, მეზობლობა, რაც გინდათ ის დაარქვით. ამ ყველაფრიდან გამოდიხართ და გადადიხართ. ბარაკა, ხვავი, პრობლემების და სურვილების ასრულება, პრობლემების დასრულება და ძალიან სასიამოვნო ადამიანად იგრძნობთ თავს. ბატონო, თქვენ ცხოვრებაში შემოდის ადამიანი, რომელიც მოდის სიყვარულით, რომელიც მოდის სიტყვიერებით, სიტყვით, საქმით და საქციელით. სიყვარულით და ემოციებით, ძალიანაც კარგია. ადამიანი ბევრ თქვენთაგანთან იქნება ასაკით სხვაობა, ყველასთან არა, მაგრამ ბევრთან და ადამიანი, რომელთანაც მიდიხართ ოჯახამდე. ოჯახამდე, ჩემო ძვირფასებო. ეს ადამიანი უკვე გზაშია. მოდის თუ მოვა უკვე. აი, მეგობრებო, უკვე მოვა. უკვე გზაშია, ასე რომ თქვენ გაანოლებთ წარსულ ცხოვრებას და აი სულელის არკანში ამომიხვედით, ანუ ეს ცუდი გაგებით არ ვამბობ, ამას მომიტევეთ, ეს არის ძალიან კარგი, რომ აი უდარდელად, აი უფიქრელად, უზრუნველად გადადიხართ აი ამ არკანში, იმიტომ რომ ასეც უნდა ყოფილიყო, აქამდე უნდა მოსულიყავით. კიდევ რა შემოდის თქვენ ცხოვრებაში? ადამიანი მებრძოლი, რომელიც იქნება რაღაც ფორმიანთან დაკავშირებული, ფორმიანი ადამიანი, რომელიც მოდის სიახლეებით და ადამიანი, რომელიც მოდის ბრძოლით და ეს არის თქვენი ბედთან დაკავშირებული პიროვნება, რომელიც გამოგიყვანთ პაუზებიდან და გადადიხართ ტრანსფორმაციაში, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ ყველაფერს შეძლებთ ტრანსფორმაციიდან გამოსვლის შემდეგ მეგობრებო, დასრულდება თქვენი წარსული ტყუილები, დასრულდება დამალული ურთიერთობები, ამ ყველაფერს მოჭრით ამ ტრანსფორმაციაში და ამ ყველაფერს თქვენ შეუდგებით სურვილთან მისვლამდე. აი ამ ყველაფერს თქვენ შეძლებთ მარტო, თუ შეძელით მარტო, ჩემო ძვირფასებო, ასე რომ მთელი გულით გისურვებთ აი ამ ოცნებების ასრულებას, რაც აქ ხატია,
წასასვლელი უნდა წავიდეს, თუმცა ეს ყველაფერი გაუგებარია თქვენთვის, მაგრამ მაინც აი ეს ყველაფერი არავითარ შემთხვევაში არ უნდა უთხრათ სხვებს, მეგობრებო და მშვიდობიანი და ბედნიერი მომავალი გქონოდეთ, მე კი გელოდებით კომენტარებში.